მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება საკმაოდ სერიოზული საჯარო გაშლა სახელწოდებით ინფორმაცია შენი წინაპრისგან. შესაბამისად, არსებულ ვარიანტზე, რომელსაც აირჩევთ, კონკრეტულად იქნება ინფორმაცია მოწოდებული შენი წინაპრისგან. შეგიძლიათ კონკრეტულად ჩაუთქვათ თითო ვარიანტზე თითო ადამიანი, ან უბრალოდ აირჩიოთ ვარიანტი იმისთვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია. რომელი წინაპარი მოვაქალი იქნება, ეს კაცი, ბავშვი თუ ვინ იქნება, ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. რაც საჭირო არის ამ მომენტისთვის, რომ გაიგოთ ზუსტად ის ენერგია მოვა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მძიმე ენერგიებთან იქნება დღეს კავშირი გარდაცვლილ ადამიანებთან, შესაბამისად იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაცია, მეორე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს. დაფიქრდით, აირჩიეთ თქვენთვის ასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოარჩევ, შეუძლიათ დააპაუზოს. მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლისთვის მიჩვენებს ინფორმაციას, რომ არსებული წინაპარი, რომელიც მოვიდა შენთან ინფორმაციის მოსაცემად, ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის შენი მფარველი ენერგია. პირდაპირ მიჩვენებს, რომ ცხოვრებისეულ გზაზე მუდმივად შენთან არის როგორც მფარველი ენერგია, რომელიც მუდმივად გაშორებს ცუდ სიტუაციებს, ან ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფები, საკმაოდ ცდილობს, რომ ხელი შეგიწყოს ადვილად დაღწევადობაში სიტუაციიდან, ხო, ან მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, რომ გამოხვიდე სიტუაციებიდან. ყოველთვის შეიძლება ისეთი გამართლების თემა არ გქონდეს ცხოვრებისეული საკითხების კუთხით, როგორც შეიძლება შენ გინდა, მაგრამ მთავარი არის, რომ საკმაოდ ძლიერი მფარველობა გაქვს შენი წინაპრებისგან, ესე ვიტყოდი, წინაპრისგან არა, წინაპრებისგან. ორი ენერგია არის, როგორც ქალის, ასევე კაცის ენერგია არის ნაჩვენები. კონკრეტულად ამ მომენტისთვის ინფორმაცია შენთვის რას გეუბნება არსებული წინაპრები, შენ არსებულ წინაპრები რას გეუბნებიან? სულ მალე ყველაფერი შეიცვლება. შენ ხარ პერიოდის იმ მდგომარეობაში, როდესაც ნელ-ნელა გამზადებენ გარკვეული სახის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. რეალურად მიმდინარე პროცესები, რომლებიც შენ ცხოვრებაში ტრიალებდა და მიმდინარეობს გარკვეული კუთხით ისევ, სრულიად მალე შეიცვლება არსებული სიტუაციები და იქნები გამარჯვებულის პოზიციაში. უფრო მეტად შესამჩნევი გახდები გარშემოყოფებისგან, უფრო მეტად სასურველი იქნები გარშემოყოფებისგან. აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ გამარჯვების ენერგიებში გადადიხარ პირდაპირ მნიშვნელობით. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, როდესაც რაღაცა ცხოვრებისეული სიტუაციების კუთხით მთლად ისე ვერ მიდის, როგორც შენ გინდა, ხშირად გაქვს ხოლმე გარკვეული სახის დეპრესიული თემების ჩართვა, გარკვეული სახის საკუთარ თავში აღარ გაქვს ხოლმე რწმენა პირდაპირ მნიშვნელობით. აქ ინფორმაცია ამოდის, რომ მაქსიმალურად ეცადე, რომ როგორც კი რაღაცა ისე ვერ წავა, როგორც ჩაფიქრებული გაქვს, დაეცემი სულიერად, უფრო მეტად იბრძოლე, მოგვიხმე პირდაპირ მნიშვნელობით იმისთვის, რომ უფრო მეტად დაგეხმაროთ. ანუ თითქოს შენ გააკლია უფრო მეტი სიმტკიცე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. და პირდაპირ შენი წინაპრები ამოვიდა, ხო, საკმაოდ ძლიერი არის პირველი ვარიანტი და აქ მე რასაც მიჩვენებს, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა გაქვს. გაქვს გარკვეული სახის კრიზისის თემა ფინანსურ საკითხებში, რაღაცა ისე ვერ მიდის, ხო? დაანთე თუნდაც ელემენტარული სანთელი შენი წინაპრების მიმართ. იმ ადამიანების, ვისაც უყვარდი, ვისაც იცნობდი თუნდაც, უბრალოდ მოიხსენიე მათი სულები პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ აქ კავშირი საკმაოდ ძლიერი არის პირველ ვარიანტზე. და მთავარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შენთვის რაც აქვთ, მუდმივად გეჭიდავება გარშემოყოფი სიტუაციები და მუდმივად ხარ გამოცდის მდგომარეობაში. გახსოვდეს, რომ შენი ნებისმიერი ქმედება, რასაც ცხოვრებისეულად ახორციელებ, ყოველთვის ფიქსირდება. პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ მუდმივად იმყოფებით ცდუნების ენერგიების წინაშე. გზიდან გადაუხვევ თუ არ გადაუხვევ. აქ პირდაპირ მიჩვენებს ინფორმაციას, რომ როგორც სიტყვა ხოლმე ეშმაკს არ წინავსო, ხო, პირდაპირ მე-15 არკანის მდგომარეობით ინფორმაცია ამოდის, რომ ეცადე მეტი სიფრთხილე გამოიჩინო იმასთან დაკავშირებით, ვისთან გაქვს კომუნიკაცია, ვის ენდობი, ან ვის ეხმარები სიტუაციურად.
იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა მომენტებში შეიძლება შენი ჩართულობა უფრო მეტი ენერგიის გამცემი იყოს და უფრო მეტი ენერგია გადიოდეს შენგან, ვიდრე ის კონკრეტული ადამიანები იმსახურებდნენ. ფაქტიურად შენ გარშემო არის გარემო გასაფილტრი პირდაპირ მნიშვნელობით ორი კარტი ამოვიდა თან, როდესაც უნდა გაიაზრო, ვინ არის ნამდვილად შენი მეგობარი, ვინ არის ნამდვილად შენი, ასე თქვათ, კეთილის სურველი და ვინ უბრალოდ შურის სახით გიყურებს. როგორც კი ამ ყველაფერს ავტომატურად დააბალანსებ, იდეაში შენც კი ხვდები ვინ არის რეალურად, მაგრამ რაღაც მომენტებში გულისკენ არ გინდა ითვალისწინებ სიტუაციურად შეიძლება ითქვას, ამიტომ დამარცხებული შენახარ. იდეაში უსმინე შინაგან ინტუიციას, რომელიც საკმაოდ ძლიერი გაქვს და ყველაფერი კარგად გექნება. აქ პირდაპირ მნიშვნელობით ეს ინფორმაცია იყო მოწოდებული, რაც საჭირო იყო, რომ შენთვის გცოდნო და პირველი ვარიანტი. დამიწერე, რამდენად ახლოს იყო შენთან, რამდენად რეზონირდა არსებულ სიტუაციები, რაც ვისაუბრე დღეს. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი, ჩავხუროთ პირველი ვარიანტი. გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში კავშირზე გამოვიდა გარდაცვლილი მამაკაცის ენერგია. მამაკაცი, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი, თქვენი წინაპარი კონკრეტულად. ეხლა კონკრეტულად ამ ენერგიას რისი თქმა უნდა თქვენთვის. ზოგადად არსებული ენერგია საკმაოდ ისეთი მიძნებულ მდგომარეობაში არის და შესაბამისად ყოველთვის შეიძლება ხშირად ჩარევის პოზიციები არ გქონდეს თქვენ ცხოვრებისეულ ფაქტორებში, ან მინიშნებებს არ გაძლევდეთ. მოდი უფრო მეტად თემა ჩავშალოთ, რისი თქმა უნდა კონკრეტულად ამ ენერგიას, რომელიც გამოვიდა კავშირზე თქვენთან, რისი თქმა სურს ამ ენერგიას. ისეთი შევეჭრება მრჩება, რომ პირველი ვარიანტი შეიძლება მეორე ვარიანტიც გადმოვიდეს, ან შეიძლება პირველი ვარიანტის წარმომადგენელმა ჩაუთქვათ მეორე ვარიანტზე თქვენ ახლობელ ადამიანზე ერთი წუთით. ხო. აქ მე რასაც მიჩვენებს, საკმაოდ ძლიერი ხაზი გაქვთ იმ თვალსაზრისით, თქვენ წინაპრებში შესაძლებელი არის ყოფილიყო კონკრეტული ადამიანი, რომელიც საკმაოდ მორწმუნე იყო ენერგიების კუთხით, ხშირად ლოცულობდა, შეიძლება ხშირად ტრადიციებს პირდაპირ მნიშვნელობით არ უარყოფდა, ესე ვიტყოდი, ხო, მოიხსენიებდა ყველა იმ ტრადიციას, რელიგიურს გულისხმობდა ზოგადად ხალხურ ტრადიციებსაც, რომელიც შესაძლებელი არის ყოფილიყო, არ გამოვრიცხავრო თქვენ საგვარეულოში მინიმუმ ერთი მღვდელი ან კონკრეტულად მონაზონი მაინც არ ყოფილიყო, იმიტომ რომ საკმაოდ ნალოცი ხაზი არის, ესე ვიტყოდი, ხო, ხაზი, როდესაც ლოცულობდნენ. ასევე აქ მე რასაც მიჩვენებს ენერგიას, პრაქტიკოსი ადამიანიც შესაძლებელი არის ყოფილიყო, რომელიც გარკვეული კუთხით მაგიის თემასაც აპრაქტიკებდა რაღაც მომენტში, ხო? ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ რისი მომცემი არის ეს ინფორმაცია, ანუ რისი თქმა სურს კონკრეტულ ენერგიას თქვენთვის. გახსოვდეს, რომ შენ ხარ ჩვენი ხაზის გამგრძელებელი. გახსოვდეს, რომ შენში არის ძალა, რომელსაც ჭირდება მართვა, ძალა, რომელსაც ჭირდება მიმართულება. შენ ხარ საკმაოდ ძლიერი, შენ გაქვს საკმაოდ ძლიერი პოტენციალი, როგორც მენტალური კუთხით, ასევე ენერგიის კუთხით, გინი ფიზიკურ დონეზე, გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას, აქ მაგიური მონაცემებიც იგულისხმებოდეს ეს ყველაფერი, რაც არის კი, აი გაქვს ეს გარკვეული სახის მონაცემები, ეს გარკვეული სახის შეგრძნებები და თითქოს რაღაცა მომენტში უკვე დრო არის, რომ მეტად უსმინო ამ ყველაფერს და განავითარო ეს შენი შეგრძნებები. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ჯადოქარი არ გახდე, მოდი ბჭყალებში ესე რა ვთქვათ, ხო და სერიოზულად არ გადაეშა, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციე იმ მინიშნებებს, რომლებიც გეძლება, იმ შეგრძნებებს, რომლებიც გეძლება. აქ თითქოს მოთხოვნა არის შენი გარკვეული სახის შესაძლებლობების მიღების მდგომარეობისა, რომელიც გაგაჩნია. ამ შემთხვევაში შენ ხშირად შიშის თემები გაქვს, უარყოფ ამ ყველაფერს, თითქოს გონია რომ ეს ცუდი არის, თითქოს ეს არასწორი არის, რაღაც გარკვეული სახის ჩარჩოებში ზიხარ და არ ანვითარებ ამ ყველაფერს, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? კეტავ საკუთარ თავში ამ ყველაფერს და არ გინდა უბრალოდ გარეთ გამოუშვა. უბრალოდ რჩევა რა იქნება საბოლოოდ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შიშები გვერდზე გადადე, შიშები არ უნდა გმართოს, შიშები უნდა მართოს შენ. შენ ხარ ამაზე უფრო მაღლა მდგომი ადამიანი, ამაზე უფრო მეტად მაღლა მყოფი პიროვნება, ესე ვიტყოდი, ხო? საკმაოდ ძლიერი მონაცემები გაქვს, მიიღე საკუთარი თავი იმ პლუს მინუსის მდგომარეობით, როგორც საჭირო არის. ნუ შეგეშინდება, ჩვენ შენთან ვართ, ჩვენ შენს გვერდით ვართ და საბოლოო ინფორმაცია შენთვის ამ შემთხვევაში
ასევე საკმაოდ ძლიერი კავშირი გაქვს სამყაროსთან და კოსმოსურ ენერგიებთან. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტის არსებული ინფორმაცია, ვფიქრობ საკმაოდ ინფორმაციული გამოვიდა. დამინწერეთ კომენტარებში, რამდენად ახლოს იყო ის ინფორმაცია თქვენთან, რაც ვისაუბრე. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომარტოთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე პირადში. აი ესეთი იყო საჯარო გაშლა. ნახვამდის.